წუთში მადლობა წირავთ უფალს, ყველაწმინდა სანობას და ასევე ამ მონასტრის ამ ტაძრის გემსახურებს წინამძღვარს მამა მაქსიმეს, რომ მოგცა საშუალება დღეს საკეთ თქვენთან ერთად უფალი გვედიდებინა, წირო ჩაგვეტარებინა და ლოცვის დროს ასეთი სამუდამოდ მახსენდებოდა შემდეგი სიტყვებისა, სიტყვები ლავგმებსალმონისა, რომ რა არის კარგი ან მშვენიერი თუ არა ძმათა ერთად დამკვიდრება და უფლის დიდება რა თქმა უნდა. და უფალის სახადებაშიც ამბობს, რომ სადაც ერთი ან ორი შეგრიბება, ორი სამი შეგრიბება ჩემი სახელითისო იქ მე ვარ მათ შორის. და ზუსტად ღვთის სახელით შეკრებილი ადამიანებში ღმერთი სუფევს. მით უმეტეს თუ ვინმე კიდე ეზიარება, მასში შემოდის თვითონ. ჩვენ შორის კი არის ქრისტე, მაგრამ ჩვენ შორის არის რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენში არის ქრისტე. შემოდის უფალი და ადრე მახსოვს როცა იყოს გალობნები, რომ იესო ღმერთო გულისა ჩემისაო, მოვედ და დაემკვიდრეთ ჩემთანა საუბრით. აი ეს გალობა იყო და უყვარდა სულ გულში მწდებოდა ისა, რომ ესა მთავარი მიზანი ადამიანისა, რომ ღმერთთან შეერთეს, რომ ღმერთს მიცეს საშუალება მასში შემოვიდეს და დამკვიდრდეს მასში. როგორც უფალი ამბობს, რომ ვინც ჩემს ცნებებს დაიცავსო, მას მე და მამა შევუყვარებ და მასთან მივალთ და დამკვიდრებით და მასთან სავანეს ვყოფთო. აი ეს არის. ეს მთელი სიბრძნე ამაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ღმერთთან მივიდეს. ხო, უფალი აკაკუნებს ჩვენი გულების კარებზე და ვინც გაუღებს მას, შევა, მასში იქნება. აი აქ არის ბედნიერება. ეგ არის უკვე სათანადო ეს არის. მოეძებთ თქვენ აი იქ იქნება ქრისტე, აქ იქნება ქრისტე, აი ბოლო დროს განსაკუთრებით ვესმის ესა. მოეძებთ ამას, აი სათანადო თქვენ შორის იქნება, როდესაც უფლის ცნებებს ვიცავ ჩვენ. აუცილებელია ისეთი წიწმინდის გარეშე ღმერთს ვერავინ ვერ იხილავს. ნეტარი იყვნენ წმინდანი გულითა, რამე თუ მათ ღმერთი იხილო. აი ზუსტად ეს აუცილებელი პირობა არის, რომ ღმერთი ჩვენთან იყოს, უნდა გქონდეს სიწმინდე. ღმერთმა მოგცეს ამის ძალა და სურვილი, ცხოვრვილი ყოველ შემთხვევაში იმისა, რომ ღმერთი იყოს ჩვენთან. დღეს რატომ მოვედი ახლა დღეს საკეცილო ჩავდა, სხვაგანც ბევრგან მითხრეს, მაგრამ კავშირი გვაქვს ჩვენ მაინც ამ ტაძართან, იმიტომ რომ მამა მაქსიმე თვითონ და ამ ტაძრის ბევრი მსახური, მამა საბა, მამა გიორგი, მამა იოანე, მამა დავითი ჩამოდიან ათონის ტაძრზე. ახლა მიზეზი რა არის ათონის ტაძრის ჩამოსასვლელი? თვითონ მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური კარგი განათლება აქვთ, ჩამოდიან, რომ ნახონ, გაეცნონ ემპირიულ თეოლოგიას. აი ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან. იმიტომ რომ ათონის მთა შემორჩენილი ახლა მან მიიღო მემკვიდრეობით ის გამოცდილება, რაც საუკუნეების მანძილზე ვერმონაზნობა, სადმე კი არსებობდა ვერმონაზნობა, აი ის გამოცდილება გადმოვიდა ყველა ათონის მთაზე. იცით თქვენი ისტორიიდან, ეკლესიის ისტორიიდან, რომ პირველი ვერმონაზნული ცენტრი იყო ეგვიპტეში. იქ იყო ანტონი დიდი, მაკარი დიდი, პახუმი დიდი, სხვა უდაბნოში მოღვაწე ბევრი მამები და იქ ყველაზე მეტი ესე ვთქვათ ვაწლი და ღვთის დიდება იქ იყო და მართლაც დიდი ცენტრი იყო მონაზვნი ცხოვრების და შემდეგ გადაინაცვლა პალესტინაში ანტონი დიდის მოწაფე იყო ილარიონ დიდი, იქ მან გადაიტანა ეს ასე ვთქვათ განერგა ასე ვთქვათ მონაზვნი ცხოვრება იქ. შემდეგ იყო სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ ბოლოს ათონის მთას ერგო წილად ასეთი მემკვიდრე ყოფილიყო აი ამ ვერმონაზნული ცხოვრების გამოცდილებისა. და ვერმონაზნული ცხოვრება არა მარტო თვითონ ვერ ეკჭირდებათ, ეს გამოცდილება ჭირდება ასევე ერისხალსაც ქრისტიანობისაც ღმერთის ძებნა უნდა აუცილებელია იქ ბერები არიან ამ საქმეთა, როგორც მეცნიერები მიძღვნილი არიან თავიანთ მეცნიერებას და იკვლევენ და ბევრ წარმატებას ნახულობენ ამ თამის მეცნიერებით, ასევე მეცნიერებათა მეცნიერება არის ვერმონაზნული ცხოვრება, რომელიც მისი შესწავლის საგანი არის ადამიანი. ადამიანი შეისწავლის ეს მეცნიერება და არა როგორც ვთქვათ ეროვნული მეცნიერება, ფსიქოლოგია, არა. დაცემული ადამიანის ბუნება შეისწავლის და გვასწავლის ასევე როგორ
როგორ მოხდეს, რომ განთავისუფლდეთ ამ დაცემული ბუნებიდან, როგორ განწმინდეთ და როგორ შევერთდეთ ღმერთთან, როგორ მივახციოთ განხთობას. აი ამას გვასწავლის ეს მეცნიერება და ამიტომ აუცილებელია იმ ადგილას მივიდეს ადამიანი იქ ისწავლოს ეს, სადაც ეს დღეს განსაკუთრებით შემონახულია და ამას იცავენ. ატონის მთაზე ჩამოსული ადამიანი, ვინც ეძებს ამას, ხო? დღეს კიდევ შეიძლება ითქვას, რომ იმ თბილ ნაკვალებს ნახულობ. ჯერ კიდევ თბილია ის ნაკვალები, რომელიც გაიარეს წმინდანებმა. აი, სულ რაღაც 2 თუ 3 ათეული წლების წინ ცხოვრობდნენ იქა მამა პაისი, ეცოდინება თაწმინდელი, ეფრემ კატუნაკელი, იოსები სიხასტი და სხვები და გარდა ამისა, ჩვენ ვერ მოვასწარით იმათ ჩვენი სიცოცხლეში არ ვიცნობთ მათი მოწაფეებიც არიან დარჩენილები, რომლებსაც უშუალოდ მოგიყვებიან, როგორ რასაუბრობდნენ ისინი, რა დარიგებებს აძლევდნენ, როგორ ცხოვრობდნენ და ეს ხელშესახები არის მოგეთ ყველაფერი ეს და აი ამ გამოცდილებას გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანი არის. და აი ზუსტად ამისთვის ჩამოდიან იქ ჩვენი მამები, მაქსიმე ფეხით დაიარეთ მახსოვს ჩვენთან შემოიარა მაქსიმემ სიმონ პეტრეს მონასტერში იყო მისული იქ მანქანა არ უგებას და ჩვენ ცხოვრობდა ფეხით ჩამოვიდა მახსოვს ის სიცხეში ისა და ასე ფეხით მოილოცა ის ათონისთვის მონასტრები ასევე ეს მამები ჩვენ ძალიან ვახსენებთ დემსახურნი რომ აი ეს გამოცდილება თან კონდეს ასე ვთქვათ წილი რომ შეისწავლონ კიდევ მეორე სხვა არის აკადემიური განათლება სხვა არის როდესაც ჩვენ წიგნში ვკითხულობთ რომ ღმერთის შესახებ კი გასაგები კარგი არის ეს მაგრამ სხვა არის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან რომ ღმერთს ასეთი ეს წმინდანები არიან ეს რა თქმა უნდა ყველა თქვენთაგან შეგიძლიათ ურთიერთობა გქონდეს ღმერთთან ყოველთვის როცა მოისურვეთ უფალი იქვე არის როცა თხოვთ უფალს დახმარებას იქვე არის უფალი მოწოდებისთანავე იქვე ვისმენთ ჩვენ უფალი მაგრამ თუ მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს და ღმერთის კანონით იცხოვრო და ისუნთქო ეს უკვე გამორჩეულთა ხვედრი არის და მათთან ყოფი ადამიანებთან ვინც მას ასეთ ადამიანთან ცხოვრობდა და მიიღო იმათგან გამოცდილება სულიერ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს იცოდა ვასილი დიდი თქვენი დიდი წმინდანი და მთელი ამ მსოფლიური მაშინდელი განათლება რომ მიიღო ათენში, ალექსანდრიაში, ხო რომ მიიღო, შემდეგ რომ დაბრუნდა იმაში კესარიაში, წავიდა და ეგვიპტის უდაბნოები მოიარა ეგვიპტის უდაბნოში და იქ ჩეულ მამებს, ღირს მამებისგან ისწავლა, ასკეტ მამებისგან ისწავლა მონაზვნური ცხოვრება. და ამით ხელმძღვანელობდა შემდეგ. ეს იყო მისი თეოლოგიის საფუძველი. აი აქედან მიიღო ის განათლება და მისი ღვთისმეტყველება ზუსტად დაფუძნებული იყო ამ წმინდა მომენტთან. მაგის გარდა ათანასე დიდიცით თქვენ დიდი ამსარებელი ალექსანდრიელი ისიც უდაბნოში ღებულობს ამ განათლებას. ანტონი დიცო, როგორც მეცხოვრებაში წერია, ხელს წყალს უსხამდაო, ემსახურებოდაო, მასთან იყო და ის ღვთაებრივი განათლება, სამთო განათლება ის იქ ეზიარა, აი ამ ანტონი დიდის და ღირს მამების გვერდზე ყოფნით. ასე რომ მიხარია რომ ასეთი კავშირი აქვს ამ ჩვენი ტაძრის მამებს მამა მაქსიმეს განმგზავრობით და მეთმა გააძლიეროთ მადლობელი ვარ მათი და რომ ასე დაინტერესებულიან და არამედ დაინტერესებული სწავლობენ კიდევაც ცდილობენ ეკითხებიან მამებს კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოიქცნენ, როგორ ილოცონ, როგორ ურთიერთობა ჰქონდენ მრევლთან და ასე გამოცდილების მიღებით და ასეთი ცოდნის მიღებით შემდეგ რა თქმა უნდა დაეხმარებიან მრევლს აქა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მამებს, თქვენ დიდი მადლობა მოხვედით და ერთად ვაკეთეთ უფალი. მეთმა დაგლოცოთ და გადახარეთ.